ტიბეტური მკვრების წიგნი წარმოადგენს მისტიკური ტექსტების კრებულს, რომელიც სავარაუდოდ ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეშია შექმნილი. ის აღწერს სიკვდილის შემდგომ მდგომარეობაში მიცვალებული სულის ყოფიერებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს იგი სხვადასხვა მდგომარეობაში ყოფნისას. ამ წიგნის კითხვა ტიბეტში გარდაცვალებულთა დამღწევი რიტუალის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მაშინ საკმაოდ საინტერესო და ხრმა ინფორმაციებია. ტიბეტში ითვლება, რომ ეს ტრაქტატები მიცვალებულებთან ერთად ცოცხლებსაც სჭირდებათ, რათა სრულყოფილების მიღწევასა და ამ თუ იმ ქვეყნიური ცხოვრების ნორმალურად წარმართვაში დაეხმაროს მის ყველა მიმდევარს. ამ წიგნის გაცნობამდე დასავლეთ მეცნიერთა დიდი უმრავლესობა ძირითად აქცენტს მხოლოდ ჩანასახოვანი მდგომარეობიდან აკეთებდა და ამაზე აგებდა თეორიებს ადამიანის ფსიქიკის შესახებ. წიგნის ტექსტები ეხება ეზოთერული სწავლებებით დანახულ უხილავ სივრცეებს, მაგრამ ეს მრავალსაუკუნოვანი სწავლება საკმაოდ რეალურ ცოდნას იძლევა ამ ყველაფრის შესახებ. მსგავსი საკითხები ქრისტიანულ რელიგიაში მკვეთრად განსხვავდება ზემოთ აღწერილი სწავლებებისგან, თუმცა ჭეშმარიტების მაძიებელთათვის იქაც შეიძლება ღვთაებრივი გზის დანახვა. ბარდო ტოდოლი, იგივე ტიბეტური მიცვალებულთა წიგნი, ტიბეტური ბუდისტური რელიგიის მიხედვით წარმოადგენს ადამიანთა გზას მისი ფიზიკური გარდაცვალების შემდეგ. ამ დროს გარდაცვლილი სული გადის ეტაპებს, იგივე ბარდოებს, მის რეინკარნაციამდე და ქვეყანას მეორეჯერ მოვლინებამდე, სულ სხვა ფორმით. წიგნში გადმოცემულია სპეციალური სწავლება და რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გადალახონ თითოეული ბარდო გარდაცვლილთა სულებმა. ხშირ შემთხვევებში იქ დაწერილი წინადადებები გაუგებარია ადამიანისთვის, რადგან იგი გარკვეული ასოციაციების მიხედვით არის გადმოცემული და მათ თავისებური სპეციფიკური ახსნა სჭირდებათ. პირველად ბარდო ტოდოლი ევროპულ ენაზე თარგმნა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ემას მენცემმა 1919 წელს. მისი სათაურიდან გამომდინარე უამრავი მკითხველი დაინტერესდა ამ წიგნით. ტექსტის გაშიფრვასა და შესწავლაში უამრავი ფსიქოლოგი და სპეციალისტი ჩაერთო, რომელთაც გასაგებ ენაზე გადმოსცეს სათქმელი. თუმცა ყველაზე სრულყოფილად ბარდო ტოდოლი თარგმნა ტიბეტელმა სწავლულმა ლამა ნამკაია ნორბუმ. აღნიშნული წიგნი დღესაც დიდ ინტერესს იწვევს ბუდისტური რელიგიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველში. და რა საკითხებზეა საუბარი ამ ძველ ტიბეტურ ფილოსოფიურ ნაშრომში? სხეული მხოლოდ გარსია, საათებიც კი ჩერდება? სულის წონა 22.4 გრამია თუ ნაკლები და ასე შემდეგ. როგორია სულის წარმომავლობა? რა შემდგომარეობს მისი არსი? როგორ უკავშირდება ის ღმერთს? როდის ახლება ის ადამიანში და სად მიდის სხეულის სიკვდილის შემდეგ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას პირველები ტიბეტელი ბრძენები შეეცადნენ და დღეს მათი მოსაზრებების წაკითხვა საკითხთან დაკავშირებით მიცვალებულების წიგნში შეიძლება. მეცნიერთა ინტერესი აღნიშნული წიგნისადმი გასული საუკუნის მიწურულს გაჩნდა.